ჩვენ თეატრის სცენოგრაფიაზე არაერთხელ გვისაუბრია ანა, თუმცა ეს არის თემა, რომელსაც ასე მარტივად ვერ ამოწურავ და დღეს ვსაუბრობთ თანამედროვე სცენოგრაფიაზე და ჩვენ გვყავს სტუმარი, სცენოგრაფი იკა ავალიანი გთხოვთ სტუდიაში. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და გვესტუმრეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა. არის მოგვიმზადა ძალიან საინტერესო სიუჟეტი და არქვა სახალწლო აფიშა მოდი ვნახოთ ჯერის და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი თემაზე. დრამის, ოპერის და ბალეტის თეატრი სხვადასხვა ქვეყანაში წელს განსხვავებულად აჯამებს. წლის ბოლოს სეზონის ერთგვარ შეფასებას ახდენენ და იმ წლის საუკეთესო წარმოდგენას მართავენ, თუმცა არის გამონაკლისებიც. პარიზში 31 დეკემბერს ოპერა გარნიეში ბალეტის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ თანამედროვე უდიდესი ქორეოგრაფის ირჟი კილიანის ლამაზ სხეულს დაესწრონ, რომელიც არც ახალია წარმოდგენებს შორის და არც საახალწლო განწყობას ქმნის. ის პირველად 1995 წელს იყო წარმოდგენილი. ახალი წელი განწყობასთან და ტრადიციებთანაა კავშირში, რომელსაც ამჯერად ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი არ ღალატობს და პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტს მაგნატუნას წარმოადგენს, რომელიც ბრიტანელ ბალეტის მოცეკვავეს, ქორეოგრაფს და რეჟისორს პიტერ ვრაიტს არტისტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიუძღვნეს. წელს მაგნატუნა მაყურებლის წინაშე ოდნავ სახეცვლილი წარდგა. დადგმის სცენოგრაფიაში შეიტანეს მცირედი ცვლილებები, თუმცა არა რადიკალური, რადგან აღნიშნული ბალეტის სცენოგრაფია ცნობილ ინგლისელ სცენის დიზაინერს ჯილია ტრაუაინ-ომანს ეკუთვნის. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერა ჯადოსნური ფლეიტა ასევე საახალწლო ტრადიციული დადგმების სიის სათავეშია. ამჯერად ჩვენ გიამბობთ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში წარმოდგენილი ჯადოსნური ფლეიტის შესახებ. განახლებული დადგმა ჯული ტეიმორს ეკუთვნის. მოცარტის ზღაპრულ მუსიკალურ სამყაროში მოგზაურობა უფრო საინტერესო გახდა, რადგან ჯადოსნური ფლეიტის სცენოგრაფია მომაჯადოებელია. ასე დაახასიათა წარმოდგენა ნიუ-იორკ ტაიმსის ჟურნალისტმა. რაც შეეხება სცენოგრაფს, ის ჯორჯ ციპის ეკუთვნის. სცენის დიზაინერი წარმოშობით ყაზახეთიდანაა, თუმცა განათლება ნიუ-იორკში მიიღო. მას ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან და კომპოზიტორებთან, როგორებიც ფილიპ გლასი, ანდრეი კონჩალოვსკი, პიტერ სელესი და სხვები არიან. ჯადოსნური ფლეიტას წარმოდგენები მეტროპოლიტენ ოპერაში ნოემბერში დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება. როგორც გითხარით, ჩვენ საუბრობთ თანამედროვე სცენოგრაფიაზე და ჩვენი სტუმარია იკა ავალიანი სცენოგრაფი. როგორც აღნიშნეთ, იკა ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ სცენოგრაფიაზე და ვსვამთ კითხვას, რა სჭირდება მხატვარს იმისთვის, რომ გახდეს კარგი სცენოგრაფი. ხშირად ისმის პასუხი, რომ სივრცის აღქმა. გარდა ამისა, სხვადასხვა ეპოქის ცოდნა, განათლება, რომ იცოდეს თუ როგორ დადგას ამა და იმ სხვადასხვა ეპოქის პიესა. მაგრამ ეთანხმებით ამ მოსაზრებას, თუ კიდევ რამეს დაამატებდით? მე დავამატებდი კიდევ რომ ყოველი სცენოგრაფი საერთოდ პროფესიით არის მკვლევარი. უფრო გავს ადამიანს, რომელიც იქეკება სხვადასხვა სივრცეებში. ანუ რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგი პროდუქტი არის სივრცე, ხო? თეატრალური სივრცე, რომელსაც თქვენ შექმნით და მე სცენაზე გამოვიტანთ, მაგრამ ამას საწყისად უდევს ძალიან სერიოზული კვლევა და თქვენ შეიძლება ჩვენ ერთ დღეს იყოთ ასტრონომი და მეორე დღეს გახდეთ, რა ვიცი, მედიცინის სპეციალისტი, იმიტომ რომ ანატომია დაგჭირდეთ ამისთვის. რა თქმა უნდა, ეს მხატვრობაა პირველ რიგში, ძალიან ახლოს არის არქიტექტურასთან, ასევე რადგანაც სამგანზომილებიანი სამუშაო, მაინც სამუშაობთ სამგანზომილებიანი მედიუმებით.
მაგრამ ყველანაირი განათლება ზოგადი ძალიან მნიშვნელოვანია სცენოგრაფისტვის, იმიტომ რომ ის არის მესე უწოდებს სცენოგრაფებს უსულო საგნების რეჟისორი. ანუ თუ რეჟისორი არის ცოცხალი ადამიანებთან ურთიერთობის რეჟისორი, სცენოგრაფს სჭირდება რომ უსულო სამყარო, რომელიც არის ვიზუალური სამყარო, გააცოცხლოს და სულ თქვა, როგორ თქვა, სული შტაბეროს მას. თქვენ მუშაობთ დასავლეთში. სადაც სცენოგრაფიის განხრით მრავალფეროვნება ნამდვილად არის, არ უჩივიან, როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე დადგმებს გულისხმობ. საინტერესო როგორია იქაური სპეციფიკა, რო გაგვიზიაროთ. თქვენ როგორც ახსენეთ, მრავალფეროვნება არის უკიდურესი. იმდენად უკიდურესი, რომ ძალიან ძნელია, მე ახლა არც მაქვს ნანახი ყველაფერი. ამაზე პრეტენზია ალბათ კრიტიკოსებსაც კი ვერ ეკნებათ. იმდენად მრავალფეროვანია ევროპასა და შეერთებულ შტატებში სპექტაკლების ვიზუალური თუ სხვადასხვანაირი პროდუქციები. რაც შეეხება, უკაცრავად მეორე მხარე, სპეციფიკა. სპეციფიკას რაც შეეხება, იცით რა არის, ევროპაში და ამერიკაში გადაწყვიტეს, რომ ხელოვანი შემოქმედი მხატვარი, ის იქნება რეჟისორი თუ სხვა, არის ერთი ნაწილი და პროდუქციის ნაწილი არის მეორე ნაწილი. ანუ ესენი გამიჯნულები არიან ერთმანეთისგან. ანუ რა ხდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მხარის სწორი ორგანიზება. ამისთვის ძალიან ხშირად ხდება ის, რომ აი მაგალითად სამხატვრო ხელმძღვანელების პოსტებზე და აი სახელმძღვანელო თუ პროდუქციის მენეჯერების პოსტებზე აღარ არიან ხელოვანები. ძირითადად არიან ადამიანები სხვა პროფესიებისგან, რომელსაც უფრო ძლიერი მენეჯმენტის გამოცდილება აქვთ და ამის შედეგად პროდუქციები იქცა უფრო ეფექტური. ანუ ასე ვთქვათ, რგოლებს შორის კომუნიკაცია უფრო მაღალია. ანუ ფუნქციები გაიზარდა. რა თქმა უნდა, ფუნქციებიც გაიზარდა, დაიყო და სპეციალობები შეიქმნა. მაგალითად მე-19 საუკუნეში სცენოგრაფი აკეთებდა, ანუ მხატვარი აკეთებდა ყველაფერს, კოსტიუმები, შუქი, როგორც შესაძლოა. დღევანდელ დღეს ეს არის ძალიან სპეციალიზირებული სამუშაოები. მე ვარ მაგალითად მხოლოდ სეტ დიზაინერი, ანუ სცენოგრაფი. ეს მოითხოვს ძალიან სპეციფიური სამუშაოს შესრულებებს, რომლებიც მე პაკეტით, შესრულებული პაკეტით უკვე მიმაქვს გამნათებელთან. ეს გამნათებელი უკვე თავის შრეს ამატებს, ამ ნახაზებს და უშუალოდ პაკეტებს, რომელიც მაკეტს ამატებს უკვე თავის შრეს. კოსტიუმების მხატვარი კიდევ დამოუკიდებლად მუშაობს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ათანხმებენ რეჟისორთან, რომელიც ამ ყველაფერს სულის ჩაუნდმენ, ანუ გონება არის რა, ფსიქე არის ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა უნდა გაიაროს მე სამხატვრო ხელმძღვანელის მრავალფეროვნების პოლიტიკაში, ხო? ეს ყველაფერი ხდება კოლაბორაციულად. რა თქმა უნდა, კოლაბორაციულად ეს პროცესები არის გაწერილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი არ დაიჯერებთ არის ასეთი როგორც ვუწოდეთ პროდუქციის მენეჯერი. ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს კოორდინაციას უწევს, ამ ყველაფერს კრავს და საბოლოო შედეგს ვიღებთ აი ამ ადამიანის ხელმძღვანელობით სინამდვილეში. რა ხდება ჩვენთან, ხო არ ვიკითხოთ? ჩვენთან რა ხდება, უნდა ვიკითხოთ. თქვენ ხშირად თანამშრომლობთ ოპერის თეატრთან და უნდა ვიკითხოთ ასეთი რამ არსებობს მოსაზრება, რომ კლასიკა თითქოს და ხელშეუხებელია სცენოგრაფიის კუთხით, რომ არ შეიძლება რამე შეიცვალოს. ხომ არ მივდივართ იქითკენ, რომ გვინდა ოპერა ვაქციოთ მუზეუმად. და რამდენად სწორია საერთოდ ეს შეხედულება გათანამედროვების კუთხით? თამამად ვიტყვი რომ არასწორია, იმიტომ რომ თეატრის სული და აზრი არის მისი აქტუალურობა, მისი სიცოცხლის უნარიანობა. გათანამედროვების პრინციპი ძალიან ხშირად ტრადიციონალისტები მიიჩნევენ, რომ ოპერებს ათანამედროვებენ იმისთვის, რომ ეს რაღაც გარკვეული ეფექტი მოახდინონ მაყურებელზე და ფინანსური სარგებელი პოვონ ამაში. ანუ ოპერა იყოს სკანდალური და ასე შემდეგ. მარკეტინგულად, მაგრამ ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. დასავლეთში და ამერიკაში გათანამედროვების საკითხი დგას თვითონ საზოგადოების ფსიქოლოგიურ მოთხოვნაში. ეს საზოგადოებები არის ცოცხალი ორგანიზმები. ისინი ცხოვრობენ შეკითხვის რეჟიმში და არა მზაპასუხების რეჟიმში. დასავლური მენტალიტეტი ზოგადად და კულტურა დაფუძნებულია მუდმივ განახლებაზე და შეკითხვაზე. ასეთი იყო ბერძნული ფილოსოფიაც, ასეთი იყო ჰუმანიზმიც, ასეთი იყო რენესანსიც. თუნდაც ქრისტიანობა, ევროპული რომ აიღოთ, ეს ყველაფერი იყო უკვე რეფორმაცია განიცადა ამ ყველაფერმა და მუდამ შეკითხვის რეჟიმში. ასეთივეა თეატრიც. რომ იყოს სპექტაკლი რომ იდგმებოდ, მაშინ როგორ გითხრათ, რომ ტრადიცია რომ იყოს სწორი ტრადიციულობა დადგმაში, მაშინ ერთი ტრავიატა უნდა დავდგათ. და ამით დავასრულოთ, ხო? შეიძლება იყოს ერთი ტრავიატა და მე დადგმა აღარ იქნება საჭირო, იმიტომ რომ ეს იქნება ზუსტი ტრავიატა, ხო? არსებობს მოსაზრებები, რომ ეს ზუსტი დადგმებია, მაგრამ ეს ტყუილად თეატრის მთელი აზრი არის ის, რომ ერთმა რეჟისორმა შეიძლება ფოკუსი გააკეთოს ერთ ნაწილზე. ჩაუფიქრდეს ფსიქოლოგიურ შრეს. მეორე რეჟისორი საერთოდ ვიზუალურ
სპექტაკლი შემოგთავაზოთ, მესამე პოეტურ მხარეს შემოგთავაზოთ, მეოთხე ეს არის უამრავი სხვადასხვანაირი რეჟისორები, უამრავი სხვადასხვანაირი მხატვრები და მთელი ხიბლი თეატრის არის მრავალფეროვნება. თომას ოსტერმაიერი, მოგესწრებათ? კი ბატონო. შაობინეს სამხატვრო ხელმძღვანელი, შარშან დიდი ბედნიერება გქონდა, რომ მასთან მოვხვდით ვახშამზე და მე მას შევეკითხეთ, როგორ ახერხებდა ის თავის რეჟისორის გემოვნებისა და სამხატვრო ხელმძღვანელის პროფესიის შეთავსებას, ეს ხო გემოვნება უშლიდა ამას. ამას რაღაცა მიპასუხა. მე ვარჩევ სპექტაკლებს, რომლებიც მაქსიმალურად განსხვავებულია და არა იმას, რომელიც მე მომწონს. და რაც თავარია, რა თქმა უნდა, უყურებ ხარისხს და ადამიანურ თვისებებს იმ ჯგუფებში, ვინც უნდა მოვიდეს და მე იმუშაოს ჩემთან, ასე რომ დიახ. ჩვენ გათანამებდროებაზე ვსაუბრობთ, ხა ეს სცენოგრაფიას უფრო ნაკლებად ეხება, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, ოპერა არის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო, მე ესე მგონია, იმიტომ რომ ყველაფერი იყრის თავს, ქორეოგრაფია, დრამატურგია, სიმღერა და ნუ ასე შემდეგ. თუმცა, როგორ უნდა მოვიზიდოთ ახალგაზრდა მაყურებელი, თანამედროვე, უბრალოდ ნუ პატარა მაყურებელი. მაგალითად, როდესაც გადის იტალიურ და გერმანულ ენაზე და მას არ ესმის და 3 საათიან ოპერას ესწრება, არის თუ არა რთული იმისთვის ახსაქმელად. უნდა იყოს თუ არა ტიტრები, ან აი როგორც ჯადოსნურ ფლეიტაში იყო ჩვენ ნახეთ ვიდეოში, უბრალოდ იქ ინგლისურად მღერიან ტექსტი გაინგლისურეს და გაათანამედროვეს და ამიტომ გახდა მათთვის საინტერესო. აქედან დაიწყო ოპერის სიყვარული ბევრ მოზარდში. შეიძლება რომ ასე მოიქცეთ? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რატომ არ ვიქცევით მაშინ თუ შეიძლება? ეს იცით რა არის? ეს მოსაზრება რომ ოპერა არის ეს მკვდარი რაღაცა ადგილი, სადაც მოდიან შუბებში ჩაცმული ქალბატონები და ფრაკებში ჩაცმული მამაკაცები. ეს არის აბსურდი. ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის რაღაცა ბურჟუაზიული პერიოდი, რომელსაც ჩვენ შევჭით. სინამდვილეში ოპერა მაგალითად მე-19 საუკუნეში იტალიაში იყო ინტერაქტიული. დიახ. დეზდემონა რომ გამოდიოდა სცენაზე, იტალიელები ყვავილებს ესროდნენ მას და გამოდიოდა იაგო და უსტვენდნენ და პამიდრებს ესროდნენ. ანუ ოპერა იცვლება, ეს ყველაფერი იცვლება. ასევე იყო, ეხლა გერმანიაში მაგალითად ენა, როდესაც თუ თქვენ გახსოვთ ფილმი ამადეუსი, იქ არის ეს საგანი, კარგად წამოთქვი, როდესაც მოდის და ეძახის მე მინდა გერმანული ოპერა დავდგა, გერმანულ ენაზე მინდა იყოს. იმიტომ რომ ხალხისთვის მინდა იყოს გასაგები. რა თქმა უნდა, ოპერა პოპულარული ოპერა იგივე, ხა დღევანდელ დღეს რომ აიღოთ მიუზიკლი, ხო? ეს მიუზიკლი ხო პოპულარული სახალხო დღესასწაულია. ასეთივე იყო ოპერა. ოპერა არასდროს არ ყოფილა ელიტარული. ოპერა გახდა ელიტარული მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ცოტა გართულდა ეს საკითხი და შუბების ჩაცმა და ეს. მაგრამ ეს მოსპო მარლენ დიტრიხმა, რომელიც მეტროპოლიტენ ოპერაში მოვიდა შარვალში. ეს იყო ძალიან ცნობილი სკანდალი. ოპერა არის ცოცხალი ორგანიზმი, აუცილებელია ოპერაში სიგიჟე, მაქსიმალური სიგიჟე და ეს ოღონდ რა თქმა უნდა ეს არ უნდა ეს უნდა ზომიერად, გონიერად, პროფესიონალურად მაღალ დონეზე გათვლილი. მაგრამ ის რომ ეს შევზღუდოთ და რაღაცა ხელშეუხებელია, ეს ტყუილია. პირიქით, ხელოვნება არის თავისუფლების ადგილი, სადაც მაქსიმალური შემოქმედებითობა და სიახლე არის საჭირო. აი რამდენად ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენთან და როგორ უწყობს ფეხს ამ დარგს ამ სფეროს პრინციპში ეს იმ ეპოქას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თქვენ ახსენეთ ჩვენთან. კი, ჩვენთან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთში უფრო მეტად გამოყენებულია. ეს შეიძლება ტექნიკური საშუალებების არქონის გამო არის ძალიან შეზღუდული და ასევე მინდა გითხრათ შემოქმედებითი მხარის აი ამ სიმოხრუჭის თუ როგორ დავარქვა, არ ვიცი, გამო. ჩვენთან ეს ძალიან იშვიათია, ამას არ იყენებენ. ჩვენთან თუნდაც ჟანრობრივადაც ძალიან იშვიათად თუ რაიმე არის ახალი და აი ეს ძებნა, რომელიც ფუნდამენტალურად თეატრისთვის ძალიან იშვიათია. თუმცა ახლა ევროპაში, ამერიკაში, ნუ ტექნოლოგია, რობერტ ლეპაჟის ნებისმიერ სპექტაკლი რომ ნახოთ, ნუ სასწაულია, ხო, ტექნოლოგიურ თვალსაზრისით ის ითვისებს ყველა თანამედროვე, აიღეთ უილიამ კენრიჯის მიერ გაკეთებული სცენები. მართალია ეს იყენებს პროექციებს და ცოტა ძველი სტილის იმას, მაგრამ ფენომენალური სანახავია ეს ყველაფერი. ჩვენთან სამწუხაროდ მხოლოდ ოპერის თეატრს აქვს ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია მაგალითად fly systems-ს რაც ეძახიან და პლატფორმები. ჩვენ ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად, მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ამას მაქსიმუმზე ნამდვილად არ ვიყენებთ განათების შესაძლებლობებს მაქსიმუმზე, იმიტომ რომ ამის სპეციალისტები არ არსებობენ. განათების დიზაინერი ეს არის ცალკე პროფესია, რომელსაც მასტერები არის ამისი. დიახ, რომელსაც ოდნავ ჭირდება აბსოლუტურად სპეციფიური განათლება სჭირდება და ძალიან დიდი გამოცდილება, ეს არის ურთულეს პროფესია. გამოცდილებაზე რადგან ვსაუბრობთ, არის თუ არა საჭირო უცხოელი სფეროს პროფესიონალებისგან მივიღოთ გამოცდილება, ჩატარდეს ვორქშოპები და ასე შემდეგ და ვინ უნდა შეუწყოს ამას ხელი? მე
თვლი რომ წყალივით და ჰაერივით აუცილებელია ეს. იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ თქვათ, მოდით რა, ჩვენ ჩამოვრჩით, მართლა ჩამოვრჩით. ჩვენთან თეატრის შეხედულებაც, თეატრის ხედვაც, მაყურებლის როგორ თქვა, vision, ხედვაც კი ჩამორჩენილია. ანუ ჩვენ აუცილებლად უნდა ჩამოვიყვანოთ ვორქშოპები, ძალიან კარგი რომ ტარდება აი ფესტივალი, მაგალითად მარჯანიშვილის თეატრისა და ეს ინიციატივით ტარდება ეს ფესტივალი, სადაც ჩამოდიან მსხვერპლთა სხვადასხვანაირი სპექტაკლები და აუცილებლად სანახავია. ჩვენ ამისგან ყველაფრის გავსწავლობთ, ხო? ისინიც სწავლობენ ჩვენგან, ესეც არ არის, ყველა ერთმანეთის გავსწავლობთ. თუმცა ვორქშოპები აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო აზროვნებაში ჩამოვრჩით ამ ხალხს, ჩვენ ჩამოვრჩით როგორ გითხრათ, გადაწყვეტების სიახლეში, მიდგომაში ჩამოვრჩით და რაც შეეხება სპეციალობებს, ჩვენთან აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა ამასთან და მე რომ გითხრათ, რომ შეიძლება ბევრს არ მოწონს ეს მე ამას რომ ამხმოვანებ, მაგრამ 50 წლით და 60 წლით წინ არიან აი სპეციფიკაში მუშაობის. აი ჯგუფი მე როდესაც მივდივარ იქ და მუშაობ და როდესაც ჩამოდივარ აქ მუშაობ, მგონია რომ დროში უბრუნდები რაღაც წინა საუკუნეში. სადაც არც პრინციპში არც იმის გამოცდილება მაქვს, რომ წინა საუკუნეში ვიმუშაო. რისი ბრალია ეს თუნდაც თემების, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ თეატრში, რეჟისორები ამ შემთხვევაში და დრამატურგები? ბევრი მიზეზი აქვს. ახლა ძალიან ძნელი ამაზე ორ წუთში ლაპარაკი, ამას უფრო თითქმის ფილოსოფიურ-სოციოლოგიური საგანია. ერთ-ერთი მიზეზი მინდა დავასახელო ჩვენი პოსტსაბჭოთა ის არის მემკვიდრეობა. საბჭოთა კავშირში საერთოდ ვაკუუმი, საბჭოთა კავშირში საერთოდ ყველაფერი არსებობდა ჭეშმარიტი ხელოვნების რაღაცა დეფინიცია. დიახ. ასეთი რაღაცა თავისუფალ საზოგადოებაში არსებობს ჭეშმარიტი ხელოვნება, მოიხსენებოდა თითქოს როგორც აი ჭეშმარიტი რელიგია. რელიგია ხო არ იყო, ათეიზმი იყო, მაგრამ იყო ჭეშმარიტი სწორი ხელოვნება. და ამაზე აღიზარდნენ თაობები, რომელიც თვლიან, რომ აი ეს არის ჭეშმარიტი ხელოვნება და ეს არ არის ჭეშმარიტი ხელოვნება. ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ არა მარტო მუდმივ ფასეულობებით არსებობს ხელოვნება, ხელოვნება იცვლება. თქვენ რომ ბიბლია აიღოთ და წაიკითხოთ იმ ქვეტექსტებით, იმდროინდელი ქვეტექსტებით გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა რაღაცას წერენ იქ და ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად გვესმის. აბსოლუტურად სხვანაირად გვესმის დონ კიხოტი, რაღაცებს ჩვენ აქ სიმბოლურად უყურებთ, არადა სინამდვილეში იქ არის სრულიად პრაგმატულად გაწერილი ეს ყველაფერი. ტექსტებში თუნდაც ხო თქვენ რომ აიღოთ ტრავიატაზე იგივეს დაუბრუნდეთ, აი მე-19 საუკუნის ტრავიატა, მე-19 საუკუნეში ქალი, რომელიც სახში პატიჟებს ბევრ მამაკაცებს და უკრავს მუსიკას მაგნიტოფონზე, არის ცუდი ყოფაქცევის კაცი, მაგრამ მე-20 საუკუნეში ეს ძალიან კარგი ქალია. ყველას ყავს ასეთი მეგობრები, ეს შესანიშნავი ადამიანია. როგორ შეიძლება მე-20 საუკუნის ადამიანი მივიდეს და შეხედოს ვიოლეტა ვალერის, რომელიც და ამაზე თქვას რომ ცუდია. მაშინ გასაკვირია ხო ამ ხელა კაცი რატომ მოდის და რატო ტირის გამატანის შვილის სახშია ხო? ანუ ხვდებით რომ ეს აქტუალურობას კარგავს. ამიტომ აი აიღეთ ვილი დეკერი მაგალითად ამ ოპერას წყვეტს როგორ ის არაკეთებს აქცენტს ამ ქალის იმაზე რა ქვია, სუბოქო ფაქცევაზე, ეს აბსურდია, ესეთი ცნებაც აღარ არსებობს. ის აქცენტს აკეთებს მარტოობაზე. აი ეს ცნება კი დღევანდელ დღეს თანამედროვეა. აი აქტუალურობა რას ნიშნავს, რომ დღევანდელი პრობლემა. ეხმიანება. ამიტომ აი, როდესაც ვაპარაკობთ აი ჯაყო დაუდგათ 1924 წელს თუ დაუდგათ დღეს, რა თქმა უნდა დაუდგათ დღეს. ნაკლებობას განვიცდით ჯაყოების საზოგადოებაში, შეხედეთ დიდი მანქანები გამონაბულ ქვით, რომელიც ხეების ჭრა, კოპორკუსების ჩადგმა, ფულის გამო ნებისმიერი საზოგადოებრივი თუ მორალური ზღვარის გადალახვა, ხო? ნუ თუ ეს არ არის ჯაყო, ეს ხო ბევრად აქტუალური ჯაყო. თეატრი სარკეა საზოგადოების, როგორც ამბობდნენ მდიდარი და ამიტომ ეს ფუნქცია არ უნდა დავკარგოთ, საჭიროა განათლება, გამოცდილება და ბევრი პრაქტიკა. იკა პირველ რიგში და უკვე და ჩვენი საუბრის ბოლოს გილოცავთ, რადგან სპექტაკლზე, რომელზეც თქვენ მუშაობდით, დაჯილდოვდა დურუჯის პრემიით და აიღო 3 ჯილდო, საუკეთესო რეჟისურა, პიესა და საუკეთესო ქალი მსახიობი. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარვატებებს ჩვენ კი, რადგან ამ ნოტაზე დავამთავრეთ, შეგვიძლია მაყურებელს შევთავაზოთ აფიშა და ბოლო ბლოკში კი თეატრალურ ამბებს მიმოვიხილავთ.